ვაზე გახლავთ ჩვენი სტუმარი ახლების წარმომადგენელი და მე თუ გითხრათ ძალიან საინტერესო პოლიტიკური ხედვით გამოირჩევით ქალბატონო მარიკა და შემზარა თქვენმა განცხადებამ აი ეს პედაგოგი რო არის ქალბატონი დათაშვილი ნინო საშინელებები დაწერეთ თქვენ და თუ ესეთი ამბები არის ახლა არ ვიცი ალბათ ქალებისთვის ცალკე არის ციხეშია თუ რა ჯანდაბაც არის არ ვიცი და აქამდე როგორ მიიყვანეს ეს ქალიც აი მართა მაინტერესებს ხო თქვენ ძალიან საინტერესო პროფესიის ადამიანი ხარ და რეალურად იქ ირღვეოდა ამ ქალბატონის უფლებები ან წამებას ჰქონდა ადგილი ან შევიწროებას ან დაჩავრას რა ხდებოდა ძალიან მაინტერესებს და დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი ბრძანდებით მოგესალმებით პირველ რიგში მეც მინდოდა რომ ისარგებლა თქვენი ეთერით და საუბარი დამესყო სწორედ ნინო დათაშვილის საკითხით იმიტომ რომ ნინო დათაშვილის ასე ვთქვათ საერთაშორისო მიმართულებით ადვოკატირების პროცესში მე თავადაც ვარ ჩართული და ნინოს დაკავების პერიოდიდან ფაქტობრივად სული ისტორია და საქმის შესახებ მაქვს ინფორმაცია და ასევე მაქვს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მე როდესაც ბოლოს ვნახე ნინო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იყო გაუარესებული რასთან დაკავშირებით იყო ისა მაბატიეთ რა მარიკა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ფიზიკურს თუ რა ხდებოდა იქა არა, ნახეთ როგორ არის ნინოს შემთხვევაში მას ჰქონდა გადატანილი თიაქ ხერხემლის ოპერაცია, რომელიც თქვენ მოგეხსენებათ, რომ როდესაც ნინოს სასამართლოს ინციდენტი მოხდა, მანდატური სამსახური მას ძალისმიერი მეთოდით დაუპირისპირდა და ძალის გამოყენებით გამოიყვანა გარეთ. ეს მე მახსოვს, ხო, ძალა იხმარეს მაშინ, კი. კი ბატონო, რა დროსაც მოხდა სავარაუდოდ ამ ასე ვთქვათ დაზიანება, ამ აღნიშნული ხერხემლის და ისედაც ოპერაციები ადგილის დაზიანება ამის შემდგომ ნინის ნაცვლად რომ ნინოსზე თავდამსხმელი და ძალის გამოყენებელი მანდატური თანამშრომლების დაკავება მომხდარიყო ან მათ წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებული იყო ან თუნდაც გამოძიება თავად ნინო დააკავეს ხომ ციხის პირობებში შეუძლებელია ასეთი ტრავმის ასე ვთქვათ მოვლა და რეალური ციხეში საავადმყოფოში რატო არ წაიყვანეს ქალბატონო აი მაინტერესებს თუ ესეთი ტრავმირებული შეიყვანეს საავადმყოფოში რატო არ გადაიყვანეს პირდაპირ კი ბატონო, ნახეთ როგორ არის ნინო, მას შემდგომ რაც შეიყვანეს ციხეში და ციხეში აღმოჩნდა რომ დამძიმდა, მისი პირველად რომ დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის გადაყვანილი იქნა კლინიკაში, თუმცა არა სტაციონარული წესით, არამედ ამბულატორიული წესით, რომ მომხდარიყო მას შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება. გამოკვლევებმა დაადგინა მკურნალობის აუცილებლობა და საჭიროება და ციხის პირობებში ხდებოდა მკურნალობა. თუმცა ახლა დღეს მე როცა გავიცანი მისი მეუღლის ასე ვთქვათ სტატუსს რომელიც მან გამოაქვეყნა სულ რამდენიმე წუთის წინ Facebook-ზე და მანამდეც ბუნებრივია მეგოდისთანაც ჰქონდა ურთიერთობა ნინოსთანაც, მის ადვოკატთანაც და ერთ-ერთი ანუ პირისპირი კომუნიკაციით ვიცი ამ მდგომარეობის შესახებ, უნდა აღინიშნოს, რომ ციხეში არის მძიმე პირობები, ხო, თავისთავად ცხადია, ციხის საკანი, თვითონ საწოლის ფორმა, არანაირი ლეიბი და სხვადასხვა პირობები ამძიმებდა მის მდგომარეობას, როდესაც ბოლო ორ ხდომას თქვენ მოგეხსენებათ, რომ ნინო პროცესზე ვერ შეძლო დასწრება და როდესაც ბოლო ორის ხდომა გადაიდეს სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იმ ხდომაზეც იყო განხილვა აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და მოსამართლემ თამარ კეთილშვილმა მაინც დატოვა მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო რთული, მაინც დატოვა წინასწარ პატიმრობაში და ამის შემდგომ ციხისმხრიდან საინტერესო დეტალი არ ვიცი ეს მოსამართლეები საბოლოო ჯამში ჩემს აზრით რა ვიცი ალბათ კამჩატკაზე გადაასახლებენ მაგრამ ფაქტს გეუბნებით მოსამართლე ვალდებული იყო ადვოკატისგან მოესმინა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ და მაინც თუ დაიჭირა ესე იგი ეს მოსამართლე არ ყოფილა პოსტალიონი იყო და რაც ზევიდან დაავალეს ის შეასრულა ესაა მთავარი აქ ანუ ჩვენ ხედავთ დღესდღეობით სასამართლოში რა ვითარებაა და სასამართლო აქტებს და ასრულებს იღებს ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს რასაც ითხოვს პროკურატურა ხო აქამდე არ ყოფილა რომ პროკურატურის მოთხოვნისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო გინდა წინა სასამართლოს ხდომებზე გინდა აღკვეთ ღონისძიებაზე და გინდა ადმინისტრაციული წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას არ გასცდენია ხო შესაბამისად აქ
მართლმსაჯულების პრობლემა რო გიდგას, მე და თქვენ დავით ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და არაერთხელ გაგვიშურდა ეს თემა, თუმცა ამ წუთას არის უმძიმესი მდგომარეობა, ნინოს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, მეცაც გეტყვით, ერთი დაზიანებული კერის ნაცვლად უკვე ორი დაზიანებული კერაა, მას უკვე კისრის მალები აქვს დაზიანებული, სწორედ ამ არასწორი მოვლის შედეგად, მას უკვე ერთის ნაცვლად სჭირდება ორი ოპერაცია და ამას წერს თვითონ კლინიკა ვივამედი, სადაც ციხიდან იყო გადაყვანილი რამდენიმე თვის წინ და ბოლო MRI-ის გადაღება მოხდა იქ და შესაბამისად ობიექტური მოცემულობაა იმის იმ შემთხვევაშიც კი რეალურად რაიმე რო ქონდეს დანაშაული ჩადენილი, რომ არ მოხდეს წინასწარი პატიმრობის გამოყენება. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ბუნებრივია ნინოს მხრიდან არანაირ დანაშაულის ჩადენას არ აქვს ადგილი, ეს ადამიანი ისევე როგორც ადამიანი ჭირდება სამშობლოს სიყვარულის გამო და აუცილებელია ხვალ 12 საათი არის ნინოს მომდევნო სასამართლოს ხდომა. სადაც ადვოკატები აპირებენ დააყენოს შუამდგომლობა ხელახლა მოხდეს აღკვეთი ფუნქციების ისევ ის მოსამართლე იქნება გამთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მარიკა, იგივე მოსამართლე იქნება, ხვალ? დიახ, იგივე მოსამართლე იქნება, ეს კი აცილება რომ მოუხდინოთ იმ მოსამართლეს, ის მოსამართლე თანა ის არის, ძალადობის ის არის, გამსახიერებელი როგორც ჩანს. ამას ადვოკატები როგორც ჩათვლიან საჭიროდ ისე დააყენებენ, თუმცა ამჟამად უკვე წარადგენენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ ბოლო ავთენტურ დოკუმენტაციას და დააყენებენ შუამდგომლობას, რომ მოხდეს მისი წინასწარი პატიმრობის როგორც აღკვეთი ღონისძიების შეცვლა. იმედი გვაქვს, რომ ამ არაადამიანურ პირობებიდან და არაადამიანურ ყოფიდან მოხდება ნინოს გამოხსნა, თუნდაც გირაოს ფარგლებში ან რა ვიცი, რაიმე სხვა უფრო მსუბუქი ფორმის გამოყენების შემთხვევაში და თან კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი სრულიად უდანაშაულოდ ზის ციხეში, სრულიად უდანაშაულოდ ზის და ამ ადამიანზე ხორციელდება თქვენ გახსოვთ კიდევაც, რომ მაშინ, როდესაც პირველად ადვოკატებმა წარადგინეს ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომ ერჩვენებინათ ხერხემლის ტრავმა, პროკურატურა მისარგებლა ამ შემთხვევით რაღაცა არასწორი ჩანაწერის კი არა არასწორი ინტერპრეტაციის გამო კინაღამ საფიჟეთში გაუშვეს ადამიანი, ხო, ამაზე რაღაცა ამბავი მოყვა და რა თქმა უნდა მე იმოქმედეს ისე რომ რაღაცნაირად მიფარცხეს ეს ამბავი, ამბულატორიულად შეუშვეს და დაწერეს რომ არაფერი არ არის ამ მიმართულებით საჭიროება, რა თქმა უნდა ამ საჭიროება არ დგას, მაგრამ დღის წესრიგში დგას ისევ ის რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება ადამიანს კარგავთ, მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმს უნდა რომ ისიჭდეს ციხეში. საშინელებებს ყვებით, მარიკა, გულწრფელად გეუბნებით, მე თქვენ ადგილას არ ვიცი, ეხლა სხვაჭორის ეხლა იმიტომ კი არ ვამბობ, ისე გამიხარდა პატიოსნად გეუბნებით, და გედევან ფოფხაძეს ვიცნობ წლები არის. უპატიოსნესი ადამიანია. სასოწარკვეთამდე მისულმა ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა. მეტი რაღა უნდა გაკეთდეს, აი საპროტესტო იქნება თუ რაღაც ამდაგვარი. რაც ეხლა თქვენ ხაბატონ ნინოზე მოყევით, ეს კოშმარია. ესე იგი ტოტალური ძალადობის ხრები იყო ქალბატონი. საავადმყოფოში რბილად, ციხეში რბილად რო თქვა, საავადმყოფოში უცბად არ გაუშვეს, მათ შეეძლოთ რომ დასკვნა უცბად მიიღო და გაეთავისუფლებინათ, ან სახლში ყოფნის იზოლება დაეწესებინათ. არ იქცევა ის მოსამართლე პატიოსნად რა. ქალია მით უმეტეს ის მოსამართლე და ეს ცუდია და აი მე მართავ გულწრფელად გეუბნებით, ეხლა არასოდეს აი არ ვიცი ეხლა თქვენ ახალგაზრდა ხართ ჩემთან შედარებით და მე ძალიან კარგად მახსოვს, ჰაიდერი იყო ესეთი ფიზიკოსი, პროფესორი და შიმშილობა დაიწყო თეთრი სახლის წინ. მაშინ რეიგანი იყო ამერიკის დირექტორი. ხო და მთელი საბჭოთა პროპაგანდა იყო აწყობილი ამ კაცის 300-ზე მეტი დღე იშიმშილა ამ კაცმა. და იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მოვლენა, რომ თვითონ ეს მოვლენა საბჭოთა კავშირში გადმოვიდა მერე და მასობრივი შიმშილობები დაიწყო ხალხმა. განა მარტო ბალტიისპირეთში, საქართველოშიც. და მე მართა გამიხარდა, რომ დღეს გედევან ფოფხაძე და კიდე რამდენიმე ადამიანმა უადო შიმშილობა გამოაცხადეს. აქამდე რატო უნდა მიიყვანოს ხელისუფლებამ და მოძალადე პროკურატურა იქნება თუ ვინც იქნება, რომ ქალები ამ დღემდე მიიყვანონ. იგივე ახლა თქვენი პარტიის წევრები ციხეში ზიან, როგორ შეიძლება? აი მე მართა გაოცებული ვარ, ეს ისა გაგებაში არა ადამიანობაზე, ეს პაპუასი რო არის. დღეს დაიწყო საზეიმოდ, ფიცი მტკიცი რო აი სამი პარტია არისო ასაკრძალიო. როგორ შეიძლება აი აქამდე მიიყვანო ქვეყანა? მე ვფიქრობ, რომ კატასტროფისკენ მიექანება ქართული ოცნება. არ არის ეს ნორმალური ამბავი. პედაგოგ ქალს რო სემ
და ხერხემას დაუზიანებ, ეს უკვე კატასტროფა არის და მე ყვალის დამალვა რო უნდათ და ეს მოსამართლე კიდე რომ ციხეში აყოვნებს მაგ ქალბატონს არ არის ეს ნორმალური და მე მადლობა მინდა გითხრათ რომ თქვენ ეს საკითხი განწამოწიეთ და მახარებს რომ აი იგივე გედემან ფოფხაძემაც ეს თქვა და მან დაიწყო შიმშილობა არ არის ეს პატარა საქმე და მე სხვათა შორის თქვენს მოგიწოდებ და თქვენი პარტიის წევრებსაც თქვენი პარტიის ლიდერები ციხეებში ზიან მე რამდენი თვე არის შეუერთდით რაც ამდაგვარი თქვენც მოიფიქრეთ აი თქვენი პარტიის წევრებმა პოლიტიკოსები ხარ ზღვაშო ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ასე ვთქვათ გუნდი ხარ თქვენს ახლებში ვინც ახარ მე გიცნობთ ყველა თქვენგანის შესახებ ინფორმაცია მაქვს და ან გედემან ფოფხაძეს შეუერთით ან ცალკე რაღაცა მოიფიქრეთ ეს ქალბატონი ეს მოსამართლე ვინც არის მის სახთანში მოაწყეთ კაფიცვა რაღაც ამდაგვარი რომ ეს ქალი მიხედონ ამ ქალის ჯანმრთელობას ეს არის გაუგებარია იცით აი შეფთვის მიუღებელი არის თუ პედაგოგ ასემს პოლიციელი და თქვენ ხართ ამ დროს მათი გულშემატკივარი მარტო ყველა უნდა გავხდეთ გულშემატკივრები იგივე ამ ქალბატონისა იგივე სხვებისაც მე არ მინდა რომ წაგაქეზოთ მაგრამ თქვენ აი თითქმის არ გამიგია მე რომ თქვენი პარტიის წევრები და ლიდერები დაპატიმრებული რო არიან რაიმე აქცია გაეკეთებინოს თქვენი პარტიის მომხრეებს დაამობილიზეთ ბევრი ყავთ თქვენ მხარდამჭერები მე თუ მეხსიერება არ ვღალატოს მეორე იყავით პარტიული სიით ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ესე იყო თუ არა ვსწრები ერთი წრისი არჩევნები ამ გაყალბებული არჩევნების ხო გაყალბებული პროცესს კარგი დიდი ქულები დააგროვეთ კიდან და ჩვენ ხელმძღვანელობთ ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ საერთაშორისო ანუ ქვეყნის გარეთ წარმომადგენელ ანუ კარგია რომ გავწერებთ ამ ინფორმაციას ხმებით რომლის ფარგლებში ჩვენ საერთოდ პირველ ადგილზე გავედით სადაც რეალურად იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევანი და შესაძლებელი იყო რომ ხმის მიცემა რეალურად განხორციელებული იყო იმ პრინციპების გამოყენებით რასაც რეალურად ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსი რაც შეეხება თქვენ სწორად აღნიშნეთ დაკავებებთან დაკავშირებით ნამდვილად ჩვენი პარტიის და ჩვენი კოალიციის 4-ვე ლიდერი ამჟამად სრულიად აბსურდული ბრალით იმყოფებიან ციხეებში ნიკა გვარამია ნიკა მელია, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია. ისინი უკვე მე რამდენი თვეა აბსოლუტურად კანონოდ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალით ვითომ რაღაცა პარლამენტში შექმნილი კომისიის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ელენეს შემთხვევაში ბანერზე ფლომასტრიით გაკეთებული წარწერის გამო სისხლის სამართლებრივი წესით იხდიან სასჯელს. ეს არის რეპრესიები, ეს არის მათ შორის პოლიტიკოსებზე განხორციელებული რეპრესიები, იმ პოლიტიკურ გუნდებზე და ჯგუფებზე, რომლებიც არ თანამშრომლობთ ვართ პრინციპულები და შეუპოვრები ამ ბრძოლაში და ვაპირებთ რომ ბოლომდე გავიყვანოთ ეს ბრძოლა და ბოლომდე ვიყოთ პრინციპულები ამ ნაწილში, ხო? მაგრამ იმის ფარგლებში რომ ჩვენ ასევე ყავს 100-ზე მეტი მოქალაქე ამ ქვეყნის თავისუფლების მოყვარული და ამ ქვეყნისთვის მებრძოლი 100-ზე მეტი მოქალაქე პატიმრობაში ყველას რეჟიმის პატიმრის საკითხს ჩვენ ერთიანად ვაპროტესტებთ, ერთიანად ვაწვდით ინფორმაციას როგორც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე ყოველდღე თბილისის ქუჩებში მიმდინარეობს აქციები სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა რეჟიმის პატიმარი იქნება ეს პოლიტიკოსი, მოქალაქე, ჟურნალისტი თუ ასე შემდგომ, იქნას განთავისუფლებული დაუყოვნებლივ ამოყანონო პატიმრობებიდან. არ ვიცი ისეთ აი ქალბატონო აი გულწრფელად გეუბნებით მარიკა აი პოლიტიკოსები ხართ თქვენ კარგი გუნდი ხართ ხო რაღაცა აი მე ხარ რადიკალიზმისაგან არავის არ მოგიწოდებთ მაგრამ დაუდექით თუნდაც გედემან ფოფხაძეს იქა სიმბოლურად აი თითო ღამე რომელში ერთდღიანი შიმშილობით არაფერი არ მოვა არავისა და როგორ ჩანს იცი ახლა მე არ ვიცი ახლა თქვენ რამდენი წლის ბრძანდებით მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი შვილები პატარები იყვნენ და მიმყავდა საათ იცი აპრილის დღეებში შიმშილობა იყო პარლამენტთან მთელი თბილისი იქ იყო იცი აი შიმშილობა გამოაცხადეს სტუდენტებმა დაახლოებით 200-მდე ის იყო სტუდენტი იქ მთელი თბილისი იქ იყო და საბჭოთა კავშირი დაშალა სწორედ 9 აპრილმა მე ვფიქრობ რომ აი ეს მესიჯი იქნებოდა ამ ხელისუფლების რომ
ეს თავნებობა შიმშილობა მოგხსენებათ რომ არის უკიდურესი ფორმა რომელიც არის განსაკუთრებული იმ კუთხითაც რომ შესაძლებლოა და მაღალია ალბათობა რომ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მიაყენოს განსაკუთრებული ზიანი რა თქმა უნდა ეს არის ინდივიდუალურად ყველა ადამიანის გადასაწყვეტი და სამწუხაროდ მიგვაძლევ თავს იმის უფლებას რომ მოუწოდო რომ შეწყვიტოს შიმშილობა თუმცა პროტესტის სხვადასხვა ფორმა არსებობს და ყველა ფორმა არის პატივცემი იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი მარიკა ქვეყანა დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში. მარიკა თავხედობის ჭერი იყო დღეს გამოვიდა ეს პაპუასილოა ვიღაცა რები ლაპარაკა არ არსებობს ესეთი პარლამენტის თავმჯდომარეს არაა ეს საქმე ჯერ ჩვეულებრივი სპიკერი არავითარი თავმჯდომარე ეს ქართული აბრევიატურა შეცვლილია თუ სპიკერი არის არჩეული დროებით არის არჩეული იმასაც რა ქვია ირანის შახივით იდგა იქ ამაყა და ვაშკაცურა და სხვათა შორის ომი გამოგიცხადეს პარტიებს ეს არ არის პატარა საქმე და თქვენს მოყავით თუ არა ვწდები იქ არ შეიძლება ომი დიდი ხანია გამოუცხადა მაგრამ არა როდესაც პარლამენტის სპიკერი ამას ამბობს და იმაში საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელი შეაქვს ეს უკვე კატასტროფა სამოქალაქო ომები იწყება ეგ დროს იცით არ ვიცი ეს აღარ მინდა მაგალითების მოყვანა მაგრამ თვითონ აპროვოცირებენ პროტესტანტულად განწყობილ მოქალაქეებს კრიზისი 100,000-ზე მეტი კაცი გამოვიდა 4 ოქტომბერს ხო ის ხო მათთან უნდობლობის გამო იყო რომ გამოვიდა ამდენი ხალხი ხელისუფლება არაეფექტური კი არა საზღარი გახდა და კორუფციას ჩაფლული ისინი არიან ვეშაპები იქა ატეკით რაღაცა მოიფიქრეთ თქვენ საკმაოდ ძლიერი პარტია იყავით მე მახსოვს მეორე ადგილზე გახვედით ამუშავეთ თქვენი რესურსი ან გედევანთან დადეკით ან არ ვიცი რომელიმე დაწას ბოლო-ბოლო თბილისის ზღვაზეა დიდი ჩაატარეთ საპროტესტო მანიფესტაცია არ ვიცი თქვენ იცით თუ არა პირველი გაფიცვა რუსეთის იმპერიაში მოხდა საქართველოში და ეს მოხდა თბილისის ზღვის ადგილას რაღაცა გააკეთეთ მე და პოლიტიკოსები ნახეთ ჩვენ ვაკეთებთ მუშაობთ ჩვენ ერთი წუთი არ შეგვიწყვეტია მუშაობა კი სავალგარეთ ეფექტურად მუშაობთ მაგრამ არც საერთაშორისო მიმართულებით არც საზოგადოებასთან მიმართულებით ასევე ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სწორედ ადამიანების დახმარების ნაწილში და როგორც იცით პარტია აქვს ჩვენი ცხელი ხაზი რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს სრულიად მოხალისეობრივად ვეძებთ და რუსთაველიდან გატაცებულ და ეგრეთ წოდებულ დაკავებულ ადამიანებს შემდგომ ვცდილობთ რომ თითოეული უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატები და გვაქვს მოხალისი ადვოკატთა ასე ვთქვათ ქსელი როდესაც ეს მოხალისი ადვოკატები მზად არიან რომ სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარონ ადამიანებს და თქვენ აღნიშნეთ რომ ომი გამოგვიცხადა ომი დღეს არ გამოუცხადებია ეგრეთ წოდებულ პარლამენტის თავმჯდომარეს რომელიც რეალურად არის ოცნების თავმჯდომარე და სხვა არაფერი და ეს ორგანო არ არის ხომ ომი დიდი ხანია გამოუცხადა მან საკუთარ ქვეყანას და ამ ძალამ ზოგადად გამოუცხადა საკუთარ ხალხს მას შემდგომ რაც საერთოდ არ ასრულებს მართლებას და განსაკუთრებით მას შემდგომ რაც ოქტომბერში გააყალბა ტოტალურად არჩევნები და შესაძლებლობა ქართულ ხალხს და უკვე ნოემბერში როდესაც გამოვიდნენ და განაცხადეს გაფიტეს და განაცხადეს რომ ესე იგი აჩერებენ თურმე ევროინტეგრაციას მაშინ როდესაც ეს არის ქართველი ხალხის თაობების მოთხოვნა და თაობების მისწრაფება, ხო? ჩვენ ამ პროცესში აიმე ვახსენე ჩვენი ცხელი ხაზი, რომლის ფარგლებში ვცდილობთ ვიყოთ ყველა ადამიანის გვერდით. მე მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ოქტომბერში 100-ზე მეტი ადამიანია სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებული და 104 ადამიანია ადმინისტრაციული წესით დაკავებული და დაჯარიმებული, ასე ვთქვათ, იმ კანონებში, როდესაც შეიტანეს ვითომ ცვლილებები, რომლითაც უკვე პროტესტის სარგებლობის უფლება აქციეს კრიმინალიზებულ მოქმედებად, როდესაც შეუსაბამო სანქცია მიუსადაგეს, ასე ვთქვათ, მათ შორის ადმინისტრაციული წესით და ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ ადამიანებს აკავებენ პირბადის გამო. ჩვენ ვხედავთ ღირსება სამართალდამცველებს, რომლებიც რუსთაველზე მიდიან და პირბადეებს ლუქავენ და პირბადეებს ართმევენ. რა იდიოტობაა ესა, აი შოკის მოუგრელი ცინიზმია. არ ვიცი ახლა ქალბატონო მარიკა ეკიპები გამოდიან და ითხოვენ რომ ამინდის ესეთი ყევების დროს იარეთ იღვითავ მე აუცილებელია პირბადე კი ბატონო. იდიოტობა კანონი მიიღეს კაცო სახე უნდა გვაჩვენოთო ნუ ეს ხელისუფლება არაადეკვატურები არიან. მე მგონი ფსიქოპატების ხელშია პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლებაც.
ალბათ მოგიწევთ თქვენს, აი გედევანის მსგავსი ახლა ჰაიდერს აღარ გავიქცერები, იმ კაცმა მართლა საბჭოთა კავშირის დამხობაში ლომისვილი შეიტანა, მაგრამ გაფიცვების და პროტესტის უამრავი ფორმა არის. მე არ ვიცი, იცით ახლა თქვენ მართლა კარგი პროტესტი მიმდინარეობს, აი ეს ვეღარ დავასრულეთ. მათ შორის ბოლოს, მათ შორის ჩვენი მხრიდან ორგანიზებული პროტესტი იყო 26 ოქტომბერს. 26-ში ეს არ იყო მხოლოდ კოალიცია ცვლილების ორგანიზებული, აქ იყო როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, ორგანიზაციები, რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები, ანუ ეს იყო ყველა ამ ჯგუფის მიერ დაორგანიზებული, ასეთი პროტესტი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, და კიდევ დიდი აქციები იქნება დაგეგმილი. ამის პარალელურად ჩვენ მუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრუქტურა, ასე ვთქვათ, რომელიც კონკრეტულ მიმართულებებზე არის პასუხისმგებელი და შესაბამისად ამ მიმართულებით ნამდვილად ჩვენი პარტია ახალის და კოალიცია ცვლილების გუნდი არ გავჩერებულ ვართ არც ერთი წუთი და ვაგრძელებთ ბრძოლას და ვიქნებით ამ ბრძოლაში ბოლომდე, მანამ სანამ არ დადგება. ძალიან მახარებს რომ ესეთ ენერგიული სკარტა ჟირი. ეხლა მე მინდა შევეხო ასევე პარტიების საკითხს, ჯერ ერთი ეს არის სრულიად ანტიკონსტიტუციური გამოხტომა, ასე ვთქვათ, და ეს აზიანებს, ერთადერთი ვისაც აზიანებს ისევ და ისევ ქართულ ოცნებას, რომელსაც კატასტროფული სურვილი აქვს, რომ ვინმე მისი ლეგიტიმაცია აღიაროს, მაგრამ ამ მოქმედებით, როდესაც ის პირდაპირ დიქტატურას აკანონებს, რა თქმა უნდა, მით უმეტეს არ ექნება აღიარება არც საერთაშორისო ცივილური სამყაროს მხრიდან, არც ქართველი საზოგადოების მხრიდან და საერთოდ ამას არანაირი შედეგი არ მოყვება ამ ეგრეთ წოდებულ აკრძალვებს, იმიტომ რომ არ არსებობს შესაძლებლობა, რომ ადამიანებს აგვიკრძალოს ერთმანეთის გვერდით დგომა, აგვიკრძალოს ჩვენი სამშობლოსთვის ბრძოლა. ეს რაც შეეხება ამ აკრძალვის ნაწილს და ხაზგასასმელია ის, რომ თუ კი ვინმე დღეს არ გვაქვს კონსტიტუციას, თუ კი ვინმე დღეს ღალატობს ქვეყანას და თუ კი ვინმე ახორციელებს ადამიანის უფლებების მასობრივ და სისტემურ დარღვევებს, ეს არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს გონია, რომ არის ხელისუფლებაში, ანუ ქართული ოცნება და ამ ყველაფერზე ის აუცილებლად აგებს პასუხს, აუცილებლად ეს დღე დადგება, უბრალოდ არ ვიცით როდის დადგება. გეთახმებით ეს მართლა არავინ არ იცის, ალბათ ზევით რო ყავს, თვად უფროსი იმას ეწოდინება, როდის გააიღებს ხელს და როდის გადაარჩენს ქვეყანას, მაგრამ მე მგონი თქვენიდან, აი თქვენი პარტიას დღეს საშილად შეაფასა და საზღვრად ამემან ეგრეთ წოდებულმა პარლამენტის დირექტორმა. მე ვფიქრობ, რომ აი მშვიდობიანი პროტესტის სხვადასხვა ფორმები არის გამოსაყენებელი. მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი თქვენი პარტიის წევრები, რომელ ციხეში ზიან, თუნდაც სოლიდარობის მარში რო ჩაუტაროთ იქა. ამზნობინეთ, რომ თქვენ მათზე ფიქრობთ, რაღაცა მოიფიქრეთ. აი გედევანი ადგა და რაინდულა დადგა პარლამენტის წინ და შიმშილობა გამოაცხადა. მოდით თქვენ იქ წადით. ან ადვოკატებმა გედევანს მინდა უსურო გამძლეობა, წარმატება, ისევე გედევა ლიდერი კი არის. რა თქმა უნდა, მის გულშემატკივარი და ჩვენ არც ერთი წუთი არ ვიდა, მათ შორის თქვენ გემახსოვრებათ სულ ცოტა ხნის წინ წინა კვირას მე მგონი მე და თეოდორ ჭალიძე ვიყავით თქვენთან ეთერში სტუმრად, როდესაც ჩვენ საუბრობთ მათ შორის პროტესტის ერთ-ერთ ფორმაზე, როდესაც საჯარო მოხელეებთან მივდივართ ოჯახის რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად და მიგვაქვს ის სამართლებრივი ისტორიები, რომელიც ადასტურებს ამ საქმეების სამართლებრივ აბსურდულობას. გარდა ამისა, დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც ერთის მხრივ ხორციელდება და მეორეს მხრივ განხორციელდება, იმიტომ რომ ეს ბრძოლა დასრულდეს და დასრულდეს აუცილებლად გამარჯვებით. ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვაპირებთ დაღლას, რომ ერთ აკრძალვით შეგვაშინებენ. აკრძალვა არ არის, როდესაც 4-ვე ლიდერი პარტიის ციხეში, არამარტო ლიდერები, თქვენი პარტია არის საერთოდ სასტიკად მოგწევს 15-მდე წევრი. ვიცი და გვიწევს უმძიმეს ვითარებაში საქმიანობა, არ არის დაფინანსება, ყოველ მხრივ არის რეპრესიები, ზეწოლები, მაგრამ ეს ბრძოლა გადის გამძლეობაზე, კიდევ ერთხელ ვამბობ და ჩვენ მზად ვართ, ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ და ვიცით რომ აქ ჩვენ პოლიტიკური მიზნებისთვის კი არ მიდის ბრძოლა, არამედ მიდის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და როდესაც ამ ქვეყანაში დავებრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, როდესაც ამ ქვეყანას დავუბრუნებთ დემოკრატიას და მოუტანთ ცვლილებას ხალხთან ერთად ბუნებრივია. მე ეს აკრძალვებიც მოიხსნება პოლიტიკურ ცხოვრებაშიც სრულფასოვნად ყველა ჩაერთვება, ვისაც ამის სურვილი ექნება და ჩვენც აუცილებლად ყველანი ერთად მივიღებთ იმ რეფორმებში მონაწილეობას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ აღარასდროს მართლმსაჯულება და სასამართლო არ დაექვემდებაროს რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ იქ რეალური დამოუკიდებლობა, რაც იქნება გარანტია უკვე ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის, ასე ვთქვათ, რომ ვეღარავინ ვერ მიიტაცოს
და ვეღარავინ ვერ გაბედოს ამ ქვეყნის ავტოკრატიისკენ მიმართვა და ევროინტეგრაციიდან კურსის რუსეთისკენ ცვლილება. Galot Marika, დიდი მადლობა ამ შეძახილისთვის და მე პირადად აქტუალებული ვარ, რომ თქვენ პარტიას ყევხართ თქვენი პარტიის ლიდერები დაკავებულები არიან და თქვენ გარეთ ახართ და თქვენ უფრო მეც აკეთებთ. აი ამ თქვენი აქტიურობით და მე მივესალმები თქვენს აი ამ შემართებას და მე ვფიქრობ ძალიან ბევრი ქართველი ქალი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ერთად დღეს მოვიდა ის პერიოდი, როდესაც მე სხვათა შორის ეხლა ერთვებით დავით სწორედ ნიკამელიას ჩვენი და ერთ-ერთი დათხოვებული ლიდერის ნიკამელიას სამუშაო ოთახიდან რა თქმა უნდა ადამიანურად პარტიულად რთულია, როდესაც ჩვენი ლიდერები და ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები სრულად საფუძვლოდ არიან გამოკეტილები ციხეში, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს არის ის რეპრესიები, რომელიც მოყვება არ თანამშრომლობას, პრინციპულ ბრძოლას და ჩვენ მათთან ერთად ისინი ციხიდან ჩვენ გარედან ვამაგრებთ ერთმანეთს ვამაგრებთ საქართველოს და ვიბრძვით ხალხთან ერთად იმისთვის, რომ ასეთი რაღაცები აღარასდროს არ იყოს ამ ქვეყანაში. Რაღაცა ფანტასტიკური ისა პოემა, ხალხური პოემა არის, თუ არა ვცდები, მუხრანში იყო, თავდასხმა ლეკიანობა იყო და პატარძალმა ივაშკასა, იმიტომ რომ სულთელი სუფრა დაიშალა და ხმალი აიყო პატარძალმა და დააწიოკა ეს ლეკები და ფინალი არის საოცარი, ანუ პატრონეთ მამულსა ან ქალს შაბაბით ხმალიაო. მახარებს რომ ესეთად გაგიცანით, მახარებს რომ თქვენ ხართ ფაქტიურად დღეს დამცველი ადამიანების, იგივე ქალბატონი ნინოსი და ესე ვთქვათ პედაგოგისადმი სასტიკი მოპყრობის გამო იბრძვით ბოლომდე მისი ღირსების დასაცავა და თქვენი გუნდის ბიჭებისათვის, რომლებიც მართლა გმინავენ იქა და კარგია რომ ბევრი ქალი შემოვიდა პოლიტიკაში და მე ვთვლი რომ ერთ თვალსაჩინო პოლიტიკოსთაგანი თქვენ იქნებით და მოგიწევთ იცი ძალიან დიდი შრომა მოგიწევთ არა მოცემულობა თქვენაერები გადაარჩენენ დამერწმუნეთ რა იმ ქალმა რატო დაწერა ამ ხმალშამაბით თავადაო თქვენი დრო მოვიდა აი ახალი გენერაციის ლიდერები გვჭირდება და თვალსაჩინო წარმომადგენელი თქვენ და თქვენაერები შეცვლიან ამ ქვეყანას მადლობა აქტუალებული ვარ თქვენი აი ამ შემართებით დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ დაგველოდეთ ხალხო და სხვა შორის თქვენი მეზობელი პარტიიდან სალომე სამადაშვილი გვეყოლება ისინიც შავსიაში მოყვნენ და საერთოდ ეგერი გაგიჟდნენ პარტიების აკრძალო არ გამიქია მე რომელ იდიოტს მოვიდა თავში ეს იდეა ამაზე გვექნება საუბარი პატარა რეკლამის შემდგომ ქალბატონ